შვებულების აუცილებლობაზე უნდა ვისაუბროთ. არიან ძალიან იშვიათად ადამიანები, რომლებიც არ სარგებლობენ შვებულების უფლებით, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ანაზღაურებოდი შვებულების კონცეფცია პირველად სამრეწველო რევოლუციის შემდეგ გაჩნდა 19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მუშები ხშირად კვირაში 6-7 დღეს და დღეში 12-16 საათს მუშაობდნენ. გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც 1900 პირველ წელს შემოიღეს ანაზღაურებადი შვებულება. თუ რატომ არის აუცილებელი შვებულება ამასთან და მადლობა ვუხმობთ ამ ადამიანებს. ბატონო ჩვენ შვებულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რომელსაც მთელი 11 თვის განმავლობაში ველით ხოლმე. ნათია ურტიაშვილი, ფსიქოკონსულტანტი, შემოგვეერთდება აღნიშნულ თემაზე. დილომშვიდობის მადლობა სტუმრობისთვის. რატომ არის შვებულება აუცილებელი? აი ამით დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. დილამშვიდობის და განწყობაც უკვე ისეთი გაქვთ, რომ მალე გადიხართ შვებულებაში და სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ, იმიტომ რომ ზაფხული განსაკუთრებით ისეთი პერიოდია, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ხო, ადამიანის შრომის უნარიანობა დაქვეითებულია, თავშოთ კონცენტრაციაც უჭირს, ასევე ძილის რეჟიმი ირღვევა ხოლმე და ადამიანს ძალიან უჭირს მუშაობა და ძალიან ნორმალურია ხოლმე. თუმცა ზოგადად მარტო შვებულება კი არა, საერთოდ მთელი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავისვენოთ. ანუ ჩვენ ხო რაღაცა ის 11-12 თვის განმავლობაში ველოდებით ხოლმე რომ რაღაც ეს სასურველი შვებულება ავიღოთ და დავისვენოთ, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში რამდენად ვახერხებთ რომ დავისვენოთ და მუდმივად არ ვიყოთ ხო რუტინაში. ამიტომ აი ეს რაღაცა პერიოდი უნდა გამოვყოთ ყოველდღიურად უნდა ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, ხო ახლა სამუშაო გრაფიკი ჩვენ ვიცით რომ 1 საათიანი შესვენება ყველას ეკუთვნის, მაგრამ ჩემგან შემოწმინახავს ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ ამ შესვენებას და ხო აი განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში მიწევს მუშაობა და ეს ადამიანები ის პაციენტებთან ურთიერთობაში და ისე ყავთ ეს ჩაწერილები ხოლმე რომ ზოგჯერ საჭმლისთვისაც ვერ იცლიან და რა თქმა უნდა ეს ძალიან აქვეითებს ადამიანის შრომის უნარიანობას, ენერგიას აცლის და შემდეგ იწევს ხოლმე როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურ გადახლას და უკვე ზაფხულში ეს ყველაფერი პიკს აღწევს ხოლმე როგორც თქვი უკვე გარემო პირობებიდან გამომდინარე და პლუს იმ რუტინიდან და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის რომ ვიყოთ უფრო შრომის უნარიანები, ვიყოთ უფრო კრეატიულები, შეგვეძლოს გქონდეს უფრო მეტი ენერგია, იმიტომ რომ გონება მუდმივად არის ჩვენი გონება გადაღლილი. ხო, შეიძლება რაღაცნაირად ფიზიკურად ვისვენებდეთ, მაგრამ გონება მუდმივად არის ჩართული. აი თუნდაც ავიღოთ ის, რომ აი გადავწყვი და დავისვენო 1 საათი. ხო, მაინც რაღაცა ტელეფონი გვიჭირავს, ხო, ამ ტელეფონში რაღაცას უყურებთ და ჩვენი ტვინი, როდესაც აი ტელეფონში უყურებთ რაღაცას, ხო, მაგალითად უბრალოდ თუნდაც აი სკროლავთ, ხო, ამ მომენტში ტვინი რაღაცა ინფორმაციას ამუშავებს და ჩვენი ტვინი და ჩვენი გონება ცოტა თუ არ დავასვენეთ, არა, მარტო სხეულის დასვენება არ არის საკმარისი და შესაბამისად, როდესაც მთელი წლის განმავლობაში ესე აქტიურად მუშაობთ, მაინც რა არის, ხომ სამსახური ხო მუშაობთ, ჩვენ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ გვინდა არ გვინდა არის რუტინა, რომელიც გარკვეულწილად სტრესულია და სტრესის დროს ვიცით რომ ეს კორტიზოლი გამოიყოფა, სტრესის ჰორმონი, რომელსაც ჭირდება დაბალანსება, რითი სჭირდება, ხო, დაბალანსება დასვენებით სჭირდება, სიამოვნების მიღებით, ბედნიერებით და ანუ ისეთი სასიამოვნო მოქმედებებით, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მე რაღაცა გამოიყოს ენდორფინები და განეიტრალოს ხო ეს კორტიზოლი და შესაბამისად აი ეს შვებულების თემა მე მინახავს და მქონია ურთიერთობა ადამიანთან, მაგალითად ასაკოვანი კაცი იყო, ჩემი უფროსი იყო რაღაცა პერიოდის განმავლობაში და საერთოდ მე სიამაყით ამბობდა ხოლმე რა დასვენებაა მე ცხოვრებაში შვებულებაში არ გავსულა და საუბრობთ დასაწყისში რომ იშვიათად, მაგრამ არიან ასეთი ადამიანები. კი, რაღაცა არაპროდუქტიულად მიიჩნევა დასვენება, შვებულება ზედ ასოცირდებოდა ხოლმე ბევრი წლების განმავლობაში და ეხაც გამიგია რომ აი ფუფუნებასთან ასოცირდება. თან მე როგორ ასე ჰიპერაქტიულები ვართ 21 საუკუნეში. აი მუდმივად რაღაცა ინფორმაციასთან გვაქვს, ხო, გვეჩქარება გავაკეთოთ და როგორ არის საკაცეთ ადამიანს აქვს ესეთი შეგრძნება რომ თუ დაისვენებს რაღაცას გამოაკლდება, ანუ ჩამორჩება, ისეთი შრომის უნარიანი ვერ იქნება, რაღაცა იქ სამსახურის სიტუაციაში გამორჩება და არ ვაძლევთ ხოლმე საკუთარ თავს დასვენების უფლებას. ხო გინახავთ ეს შვებულებაში და ზღვიდან კომპიუტერით გიახონოს მაგრამ მეც ქონია აი შვებულებაში გავდიოდი ხოლმე ბევრი წლის წინ ისეთი დაღლილი გავდიოდი და იმდენს შრომობდი იმ შვებულებისთვის რომ ის რაღაცა ერთი კვირა დამესვენა რომ 3-4 დღე მაინც იქ ვიყავი და ვერ ვირგებდი ხოლმე ამ დასვენებას ამიტომაც ამ თვითონ აი შვებულების პერიოდში აი კარგია რომ იღებ შვებულებას ხო და მიდიხართ და რაღაცა უნდა დაგეგმოთ აი დაგეგმა სჭირდება შვებულებასაც ანუ როგორც სხვა რაღაცებს სჭირდება შრომა დაგეგმა ფიქრი ისე სჭირდება დასვენებასაც ანუ იმიტომ რომ ნახეთ თუ ჩვენ ვისვენთ აი
გადავწყვიტე რომ დღეს დავისვენე, ხო? მაგრამ თუ ვისვენებ, უბრალოდ ვისვენებ და არ ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს და რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, მაშინ ეს დასვენება არ გამოდის, იმიტომ რომ მაინც რაღაცაზე ვარ გადართული, რაღაცაზე ვფიქრობ, რაღაცას იმას ვაკეთებ, რაც მე არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ როცა არ გვაქვს ეს დაგეგმილი და ზუსტად არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, რა გვსიამოვნებს, ეს უკვე დასვენება აღარ არის. ამიტომ მე გირჩევ თქვენზე რაღაცნაირად თქვენ რაც გსიამოვნებთ, ისე დაგეგმოთ ეს შვებულება, რომ უფრო ნაყოფიერად გაატაროთ, იმიტომ რომ დაბრუნდებით სექტემბერში დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო პროდუქტიულები იქნებით, ბევრად უფრო დასვენებულები და უფრო სიამოვნებით შევდგებით თქვენს საყვარელ საკითხს. ბატონო, ნათია, თუმცა არა მხოლოდ ზაფხულში, ხო, არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს რაღაცნაირად იღებენ ხოლმე მშობლობას, ისვენებენ, გადიან ქალაქგარეთ, რაღაც განტვირთვას ახერხებენ. აი, რა არის ის სიგნალი, რითაც უნდა მივხვდეთ, რომ შესაძლოა არ იყოს ზაფხული, მაგრამ რაღაცნაირად გადავიღალეთ, გადავიწვით და თუნდაც 3-4 დღიანი დასვენება არის საჭირო. აი, როგორ მივხვდეთ ამას? კი, ძალიან კარგია და ზოგადად მომწონს ეს, რომ ადამიანები ახერხებენ, გავიდნენ ქალაქგარეთ, დაისვენონ, პლუს მთელი დღის განმავლობაში. ნახეთ, აი, ხომ მუშაობთ, ხო, დაუშვათ 6 საათი, 5 საათი ვიღაცა უფრო ნაკლები და მოდივართ სახში, რას ვაკეთებთ? იქაც რაღაცას ვაკეთებ, ტელეფონი გვიჭირავს, ტელევიზორს ვიყურებ. ხო, ნახეთ, სულ მუდმივად იმაში ვართ, მაგრამ ადამიანი გადაიღალა სამსახურში დაისვენა. ხო, დღეში ვართ კი. მე სახში მოდის და იქ ოჯახის წევრთა მე ნახეთ რა არის სიგნალი. ერთი სიგნალი ის რომ ფიზიკურად ვარ გადაღლილი, ხო, ადამიანი და უკვე ფიზიკურად ენერგია არ მაქვს. ეს ხო გძნობთ აი განსაკუთრებით დილით რო ვიღვიძებთ, უკვე კარგად იგრძნობა ხოლმე. მეორე სიგნალი, როდესაც აი ემოციურად ვარ გადამწვარი, გაღიზიანებული ვარ, რაღაცა შფოთვის დონე არის მომატებული. პლუს რასაც ვაკეთებ, შეიძლება ისიც სიამოვნებას არ მანიჭებდეს. შეიძლება მუდმივად რაღაცა კონფლიქტი მომდიოდეს. აი ფიზიკური უფრო მარტივი შესამჩნევია, ვიდრე გონებრივი. ამას ალბათ დავაკვირდეთ, რომ ხომ არ ვარ გაღიზიანებული, ხომ არ მინდა რაღაცნაირად სულ მოვისვენო, ხო, დავისვენო. აი ჩვენს ემოციებს დავაკვირდეთ. ანუ რას განვიცით? მაგალითად, აი შეიძლება რაღაც პატარ-პატარა სავარჯიშოებიც არის და თუნდაც ჩამოვწეროთ, რომ არ ვისვენებ, აი რა ემოციას განვიცდი. აი მაშინ სულ რაღაც 2 წუთი გვჩება და თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ფიზიკურთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ გონებრივად დავისვენოთ. აი როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ურჩიეთ ადამიანებს, ვინც ახლა ემზადება. უნდა შევეცადოთ ხოლმე, რომ გონებრივი, აი როგორც ბატარეასავით არის, ხო, ჩვენი გონება და ჩვენი სხეული, ხო, თუ არ დავტენდეთ, აი ტელეფონი ხო გადაიწვება და აღარ იმუშავებს, ჩვენი მტვენი წესია და რაღაცნაირად უნდა შევეცადოთ, რომ მაგალითად, როდესაც ვართ, თუნდაც აი ვისვენებთ ზღვაზე ვართ და რაღაცნაირად გამოვერთოთ, თუნდაც აი ამ იმეილს, როდესაც სოციალური ძალიან კარგი ეს ონლაინ მუშაობა და ბევრი რაღაც გაამარტივა, მაგრამ ნახეთ, ზღვარი დაიკარგა დასვენებას შორის და მუშაობას შორის, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, წევარ და რაღაცა იმეილი მოდის სამსახურიდან, ჩატი სამსახურის ჩატში და მუდმივ მაინც ჩართული ვართ, რომ რაღაც არ გამოგჩეს და ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად აი მაგალითად ჩვენ თავს გეგმა გავუკეთოთ, ძალიან კარგი ეს ჩამოწერილი გეგმა, იმიტომ რომ ცოტა უფრო ეს სტიმულს გვაძლევს ხოლმე და ჩამოვწეროთ. მაგალითად, აი ამ საათიდან ამ საათამდე მე 30 წუთი, 1 საათი ტელეფონს საერთოდ არ ვკიდებ ხელს. დავისვენოთ აქეთ. მე ძალიან კარგია სუნთქვითი ვარჯიშები. ნახეთ, აი ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენ თავში რა გვსიამოვნებს. ჩემთვის მაგალითად ვარჯიში არის ენერგიის წყარო და უფრო აქტიური ვარ. ვიღაცისთვის მაგალითად თუ არის რაღაცა ინტროვერტი, წყნარი მშვიდი დასვენება სჭირდება, ექსტროვერტს სჭირდება უფრო ისეთი აქტიური დასვენება, ვიღაცას დაგეგმილი დასვენება სჭირდება, ყველაფერი გაწერი, ანუ ადამიანის პიროვნებიდან გამომდინარე და შესაბამისად აი ეს ტელეფონის გაციშვა მაგალითად უნდა და მინდა ხო აი დავუშვათ რაღაცას ძირითადად ხო გვავალებენ რაღაცებს და ჩვენც ვივალებთ. ხო აი მაგალითად თქვათ რომ 8 საათის მერე მე სამსახურის თემაზე ტელეფონს არ ვპასუხობ, თუ რაღაცა ისეთი გადაუდებელი და სიცოცხლისთვის ხო არ არის ხო რაღაცა ისეთი ხელისშემშლელი, შეგვიძლია აი ესეც დავაწესოთ და ტელეფონი რაღაცა დავდოთ, მაინც ეს ტელეფონზე კიდევ მუდმივად სკროლვა, მუდმივად რაღაცა ინფორმაციის მიღები ძალიან იღლება ტვინი და პლუს ის რაც ჩვენს სიამოვნებს, ან გავისეირნოთ, ფეხით ვიაროთ, ან წიგნი წავიკითხოთ, რა ვიცი, ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გონება და მისი სხეული განიტვირთოს. აი მაგიტომ რომ ეს ჩამოწეროთ, ძალიან კარგია, რომ რას გძნობ დაღლისას და რას გძნობ, როცა ვისვენებ და ამას ვაკეთებ. ეს რაღაცას ნაყოფიერი იყოს ის დასვენებაც და მართლა არ იყოს უბრალოდ შვებულების. დაღლილები არ ჩამოვიდეთ დასვენებიდან, ეგ არის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. ორმესი მადლობა და აქ ჩვენს მაყურებელს და თქვენს გისურვებთ, რომ ნაყოფიერად გაისვენოთ თქვენი შვებულების დროს. შევახსენოთ მაყურებელს, ნათია უტიაშვილი, ფსიქოკონსულტანტი იყო ჩვენი სტუმარი და შვებულების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ.